საქართველოს საზღვრებს ამერიკული ტექნიკი დაიცავენ სასაზღვრო პოლიციას ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა დღეს საქართველოში ამერიკის ელჩმა გადასცა. საუბარია $320,000 ღირებულების საკომუნიკაციო აპარატურაზე. ახალი ტექნიკა შტატების 155 მილიონიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოში საზღვრის დაცვისა და კანონის გამტკიცების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით აღჭურვილობა ხელს შეუწყობს სასაზღვრო პუნქტებში ისეთი პრობლემების აღკვეთას, როგორებიცაა კონტრაბანდა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, უცხოპირთა მიგრაცია და ტერორიზმი. აღჭურვილობა, რომელიც დღეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გადავეცით რაციები და საკომუნიკაციო სისტემები გახლავთ. ეს აპარატურა სასაზღვრო პოსტების უფრო ეფექტურად გაკონტროლების საშუალებას შექმნის. ამასთან საქართველო უკეთესად შეძლებს მისივე უსაფრთხოების უზრუნველყოფას საზღვრებზე. ეს გახლავთ ნაწილი იმ დიდი პროგრამისა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას უწევს. თითქმის მთელ საზღვარს მოიცავს არსებული კავშირგაბმულობის სისტემები, მას შეუძლია იმუშაოს როგორც ღია ისე დახურულ რეჟიმში და აღარ გქონდეს უკვე ის ჩავარდნები, რომლებიც იყო საზღვრის ზოგიერთ მიმდებარე ზოლში. მოგესწრებათ ჩვენი სასაზღვრო ზონა 70%-ზე მეტი მაღალმთიანი და რთულ გეოგრაფიულ რელიეფზე არის დამოკიდებული, ამიტომაც ძალიან დროულია ეს დახმარება.